ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ საკუთრივ გენების პოლიმორფიზმის გარდა წამლების მეტაბოლიზმში ვარიაბელობა შეიძლება აგრეთვე დამოკიდებული იყოს ისეთ მოვლენაზე, როგორც არის წამლში. წამლების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების, აგრეთვე წოდებული CF-ის ინდუქცია. ინდუქცია არის ძალიან ცნობილი მოვლენა და ის მექანიზმი, რომელიც ზუსტად საფუძვლად უდევს ფერმენტის ექსპრესიის დონის გაზრდას, წარმოადგენს ინდუქცია. უფრო იშვიათ შემთხვევაში ხდება პირიქით ექსპრესიის დონის დაქვეითება და ძირითადად მასზე პასუხისმგებელი არის საკუთრივ დნმ-ის სხვადასხვა სახის მოდიფიკაცია. თავდაპირველად ჩვენ ვილაპარაკებთ ინდუქციაზე, როგორც იმ მოვლენაზე, რომელიც საფუძვლად უდევს მრავალი ფარმაკოლოგიური პრეპარატის მეტაბოლიზმის გაძლიერებას და უნდა აღვნიშნოთ, რომ იმნაირს, რომელიც ახდენს ფერმენტის გენის ექსპრესიის დონის გაზრდას, ეწოდება შესაბამისად ინდუქტორი. ინდუქტორი ხშირად წარმოადგენს ენდოგენურ ნაერთს, ეს არის ჰორმონი, სხვადასხვა სახის ჰორმონი, როგორც წესი, და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი არა მხოლოდ ქსენობიოტიკების, არამედ აგრეთვე ენდოგენური ნაერთების ხშირად ჰორმონალურ ფონზე არის დამოკიდებული, მაგრამ გარდა ამისა, ინდუქტორის სახით შეიძლება აგრეთვე გამოვლინდეს სხვადასხვა სახის ქსენობიოტიკი, ანუ გარედან შემოსული ადამიანის ორგანიზმისათვის უცხო ნაერთი. და ხშირად ეს ნაერთი ზუსტად ახდენს წამლების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების ინდუქციას, ანუ მათი გენების ექსპრესიის დონის გაძლიერება. ყველაზე კარგად ინდუქციის მოვლენა არის შესწავლილი მონოქსიგენაზების, ანუ ციპების, ციტოკრომ-P450 დამოკიდებულ მონოქსიგენაზების მაგალითზე და ნანახია ძალიან ბევრი ფარმაკოლოგიური პრეპარატი, რომელიც ახდენს ზუსტად ამ სხვადასხვა გენების, ფერმენტების გენების ინდუქციას დნმ-ის დონეზე. რაც შეეხება ინდუქციის მექანიზმებს, მე უკვე თქვი, აღვნიშნე, რომ შეიძლება მოხდეს დნმ-ის დონეზე, ანუ მოკლედ რომ ჩავავალიბოთ, ინდუქცია შეიძლება მოხდეს უშუალოდ ტრანსკრიფციის დონეზე, ანუ მოხდეს გენის ტრანსკრიფციის გაძლიერება სხვადასხვა ინდუქტორის მეშვეობით, მეორე შეიძლება მოხდეს მატრიცული RNA-ის ტრანსლაციის გაძლიერება, ანუ უფრო სწრაფად მოხდება, უფრო დიდი რაოდენობით მოხდება ცილოვანი პროდუქტის აწყობა, ამ შემთხვევაში რიბოსომების მიერ, ან მესამე უკვე არსებული ცილოვანი მოლეკულების სტაბილიზაცია შეიძლება მოხდეს, ან მატრიცული RNA-ის სტაბილიზაცია. ესე იგი, ინდუქციის ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ, როგორც ახალი ცილოვანი, ახალი ფერმენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა, ასევე უკვე არსებული ფერმენტული მოლეკულების სტაბილიზაცია და შენარჩუნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდუქცია აძლიერებს ფერმენტის აქტივობა, მაგრამ ინდუქციის ხარისხი ერთი და იგივე ინდუქტორის, თუნდაც ფარმაკოლოგიური პრეპარატის მიღების შემდეგ განსხვავებულია სხვადასხვა ინდივიდებში. ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ განპირობებულია გენეტიკური პოლიმორფიზმის არსებობით, რადგანაც ინდუქციის პროცესში მონაწილეობას იღებენ გარკვეული სახის ცილოვანი მოლეკულები. ესენი არის ეგრეთ წოდებული ბირთვული რეცეპტორების სპეციფიკური მოლეკულები, რომლებიც უკავშირდებიან ინდუქტორს გარედან შემოსულ სიგნალს, შეიქმნება ეს ჰორმონი თუ ქსენობიოტიკი, უჯრედინ გარედან შემოსული სიგნალი, უკავშირდებიან მას და შემდგომ ახდენენ ინდუქციას, ანუ ექსპრესიის დონის მატებას, ან ტრანსლაციის გაძლიერებას უფრო იშვიათ შემთხვევაში. ეს ბირთვული რეცეპტორი თავისთავად მისი გენი არსებობს გენომში და შეიძლება ხასიათებოდეს გარკვეული პოლიმორფიზმით, რაც აგრეთვე ფარმაკოგენეტიკური ვარიაბელობის წარმოადგენს. ყველაზე კარგად შესწავლილი კლასიკური კოდის გიხდით ინდუქციის მექანიზმის ყველაზე კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს არომატური ნახშირწყალბადების მოქმედება. არომატური ნახშირწყალბადები წარმოადგენენ ორგანიზმისათვის, რა თქმა უნდა, ქსენობიოტიკებს. ისინი წარმოიქმნებიან სხვადასხვა სახის ხის მასალის და სხვადასხვა სახის მასალის წვის შედეგად საკმაოდ მავნე ნაერთებს წარმოადგენენ,
მაგრამ ადამიანის ორგანიზმში არის ჩადებული ძალიან კარგი მექანიზმი იმისათვის, რომ მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად ამ ნაერთების მოცილება, მეტაბოლიზმი და ელიმინირება. კერძოდ, ეს არის ნახშირწყალბადები, ანუ ეს არომატური ნახშირწყალბადები ორგანიზმში მოხვედრის, ეს შედიან უჯრედში, რა თქმა უნდა, ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში ღვიძლის უჯრედზე, უკავშირდებიან აქ სხვა სახის მოლეკულებს, ეს არის ARNT, უკავშირდებიან შემდგომ სპეციალურ ეგრეთ წოდებულ ქსენობიოტიკებზე მოპასუხე ელემენტებს, ანუ დნმ-ზე არსებულ სპეციფიკურ უბნებს და ახდენენ იმ გენების ტრანსკრიფციას, ანუ ექსპრესიის დონის გაძლიერებას, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ამ ნახშირწყალბადების მეტაბოლიზმში და ორგანიზმიდან ელიმინირებაში. ინდუქციის მეორე კარგ მაგალითს წარმოადგენს ციპის, ერთ-ერთი ციპის, ეს არის CYP2E1 მოლეკულის მონოოქსიგენაზის ინდუქცია. ოღონდ ამჟამად ლაპარაკი არის პოსტტრანსკრიფციულ დონეზე, კერძოდ მატრიცული RNA-ების დონეზე ხდება ტრანსლაციის და არა ტრანსკრიფციის გაძლიერებას და მასში მონაწილეობას იღებენ აცეტონი, ეთანოლი და ასე შემდეგ, ანუ დაბალი მოლეკულური მასის მქონე მოლეკულები. საინტერესოა, რომ ეს ფერმენტი, ანუ ამ გენის ცილოვანი პროდუქტი წარმოადგენს იმ ნაერთების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტს, რომლის სუბსტრატს წარმოადგენს ზუსტად ამ დაბალი მოლეკულური მასის მქონე ქსენობიოტიკები. ამგვარად, თვითონ ამ ქსენობიოტიკების მიღების ან ორგანიზმში წარმოქმნის შემდეგ ძლიერდება იმ გენის ექსპრესია, ამ შემთხვევაში ტრანსლაცია ძლიერდება, რომელიც ახდენს ამავე ნაერთების გარდაქმნას და ორგანიზმიდან ელიმინირებას. განსაკუთრებით ძლიერად ხდება ამ ფერმენტის ინდუქცია დიაბეტის მქონე პაციენტებში, სადაც ადგილი აქვს კეტონური სხეულაკების წარმოქმნას. ეს კეტონური სხეულაკები აძლიერებენ ამ გენის ტრანსლაციას, მატრიცული RNA-ების ტრანსლაციას, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ეს ციპი, 2E1 ფორმა და შემდგომ ხდება ამ კეტონური სხეულაკების გაუმლებელყოფა და ორგანიზმიდან მოცილება. როგორც ჩვენ უკვე მივხვდით, ხშირად ინდუქტორი უშუალოდ არ უკავშირდება დნმ-ს ან მატრიცულ RNA-ს, არამედ ძირითადად უკავშირდება ბირთვულ რეცეპტორს. ამგვარად შეიძლება დავასკვნოთ, რომ ინდუქციის მექანიზმების უმრავლესობა გაშუალებულია გარკვეული სახის ბირთვული რეცეპტორები. ბირთვული რეცეპტორები საკმაოდ დიდ ოჯახს წარმოადგენს, ძალიან ბევრი რეცეპტორი შედის ამ ჯგუფში, მათ შორის მრავალი ჰორმონის, თიროიდული, სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებიც მიეკუთვნებიან, როგორც წესით ქსენობიოტიკებთან დაკავშირებული რეცეპტორების, ბირთვული რეცეპტორების უმრავლესობა უჯრედში იმყოფება პასიურ მდგომარეობაში, არის დაკავშირებული ჩაპერონულ ცილებთან და მხოლოდ უჯრედში ინდუქტორის მოხვედრის შემდეგ ხდება ჩაპერონის მოცილება და ბირთვული რეცეპტორის დაკავშირება შესაბამის ინდუქტორებს. შემდგომში რეცეპტორი თავის შეიძლება დაუკავშირდეს აგრეთვე კოაქტივატორს და უკავშირდება დნმ-ის გარკვეულ უბანს, როგორც წესით ეს უბანი არის პრომოუტერში განლაგებული და ხდება გენის ექსპრესიის გაძლიერება. ასეთი არის საკმაოდ მარტივად რო წარმოვიდგინოთ ინდუქციის სქემა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ბირთვული რეცეპტორი. საინტერესოა, რომ ზოგიერთი რეცეპტორი არეგულირებს რამდენიმე ფერმენტის და შესაბამისად გენის ექსპრესიის დონეს და არის შეიძლება ვთქვათ, რომ პირიქითაც არსებობს მექანიზმი, როდესაც ერთი და იგივე ბირთვული რეცეპტორი უკავშირდება რამდენიმე სახის ინდუქტორებს, ან ერთი და იგივე ფერმენტის გენი შეიძლება რეგულირდებოდეს რამდენიმე სახის ბირთვული რეცეპტორის მიერ. ამგვარად, რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის საკმაოდ რთული ქსელი, სადაც ერთი ინდუქტორის მიღება შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ფერმენტის ექსპრესიის დონის გაზრდა, არამედ რამდენიმეს, ან რომელიმე ფერმენტის ექსპრესიის დონის გასაზრდელად საჭიროა რამდენიმე სახის ინდუქტორის თანადროული მოხვედრა ორგანიზმში.
მაგრამ გარდა ბირთვული რეცეპტორებისა, ხშირად გენის ექსპრესიის რეგულირებას ახდენს უშუალოდ DNM-ის პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციები. ერთ-ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს გენის პრომოტორული უბნის მეთილირება, დემეთილირება. მეთილირების შემთხვევაში აღარ ხდება შესაბამისი ტრანსკრიფციის ფაქტორების დაკავშირება პრომოტორულ უბანთან და არ ხდება გენის ექსპრესია. ანუ გენი იმყოფება რეპრესირებულ მდგომარეობაში, ხოლო დემეთილირების შემთხვევაში პირიქით ხდება გენის ექსპრესია და შესაბამისი ცილოვანი პროდუქტის წარმოქმნა. ამგვარად ინდუქტორის და ბირთვული რეცეპტორების გარდა ინდუქციის პროცესში მონაწილეობას იღებენ აგრეთვე მეთილირების, დემეთილირების პროცესები.